მეგობრებო, ამ პატარა ვიდეოში მე თქვენ შემოგთავაზებთ ისტორიის გაკვეთილს. ისტორია ისეთი რამეა, რომ მან იცის ხშირად განმეორება. ძველად ნათქვამია, ჭკვიანი და ბრძენი კაცი მდინარეში ერთ და იგივე ადგილას არ შევაო. მაგრამ საუბედუროდ ჩვენ ეს ჭკუა ვერ ვისწავლეთ. ჩვენ ნებით თუ უნებლიეთ რამეს დავაშავებდით, ან სულს გავაკეთებდით. დროთა განმავლობაში იგივე დანაშაულს ან ცოდვას ჩავდიოდით. ამიტომ ის სიბრძნე, რომელიც ჩვენ ოდითგან გაგვაჩნდა, გაქარწყლდა და მასზე გაბატონდა გრძნობითი სამყარო. ანუ გვაჯობა ეშმაკმა. ისევ და ისევ ჩვენში. რაში მდგომარეობს ეს? მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყოველთვის გულს მივენდეთ და გრძნობებს აყოლილებმა უმალ გადაწყვეტილების მიღების მიზნით გამოგვდიოდა დიდი დანაშაული, ან დიდი ცოდვა, რომელსაც ისტორიულად, პერიოდულად თანაც ვიმკით და ვიმკით. ძველად ნათქვამია, რომ თუ ადამიანმა საკუთარი წარსული, ანუ ისტორია არ იცის, მას შანსი არ აქვს მომავალისაო. აი ამიტომ მე ხა შემოგთავაზებთ უცხო ისტორიას, ანუ უცხო ტომალთა ისტორიას, რომელიც ისე როგორც ტყუპისცალი გვეხება ჩვენს. ამიტომ მოდით გადავხედოთ ახლა ამ ნაწყვეტს, რომელიც არის ჩემო კარგებო გადაღებული ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, პირველი ფილმი, როცა გადაიღეს, ეს იყო 1973 წელი და თვალსაჩინო სადღაც 76-ში დამთავრდა. ეს ფილმი, რომელიც არის რუსეთის საბჭოეთის დროს გადაღებული და ასახავს რუსეთ-უკრაინის ომს. თუ ამას ერქვა რუსეთ-უკრაინის ომი. მე გეტყვით, რომ მასაც არ ერქვა რუსეთ-უკრაინის ომი, როგორც დღესაც. ეს არ არის რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი. ეს არის რუსეთსა და ამერიკას ჩამული, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიო მათ შორის ომი. ისევე როგორც იმ დროს, ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს, რუსეთს ემობდა გერმანია, მაგრამ გერმანიას უჭერდა მაშინ მთელი, ასე ვთქვათ, ინგლისი და ამერიკაც. ხარს უჭერდნენ. შემდეგ მოხდა ისე, რომ სტალინმა თავისი, ასე ვთქვათ, სიბრძნით, სიმტკიცით დაიყოლია ისინი და აომა ისევ და ისევ იმას, ვისაც იარაღი და ფულით ამარაგებდა. ანუ გერმანიას. ეს იყო სტალინის დამსახურება. ამას ახლა ვინმე შტერი რო ახდეს და არაურო თქვას, ამაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და თავად ჩერჩილიც და ყველა სხვა. ახლა მოდით და პარალელი გავავლოთ ზუსტად იმ ეპოქასა და ამ ეპოქას შორის. ეს ფილმი გახლავთ თორსტები ნაბატი ქვია და აქ არის ძირითადი ხაზი, მთავარი არის, რომ აქ არის უკრაინელი ერთი გენერალი, კოუპაკი, რომელიც იყო ძალიან დიდი პიროვნება, ცნობილი პიროვნება და აი ამ ფილმში თამაშობს სხვათა შორის ჩვენი ცხონებული ქართველი ზურაბ ქაფიანიძეც. მოდით ახლა ისე რაღაც ანონსისთვის გავიხსენოთ მაინც, ვინაიდან ეს ზურაბ ქაფიანიძე კაი ვაჟკაცი ქართველი პიროვნება იყო და გავიხსენოთ ახლა ეს მომენტიც. Так говорите, артиллеристы. Так точно. Начальник орудийного расчета 216-го отдельного полка. Зураб Таладзе. Как попали в плен? После бомбежки. Нервы стали. Немножко не сообразили.
Стыдно. Но убить себя правильно. Но сначала надо немца убить. Поэтому пришли. Все разом. Вместе, значит. Да, Когда попали в лагерь? 23 сентября. И бежали только теперь, вот сейчас. Нет, бежали. Но нас поймали. Сильно били, в карцере держали. Еще хотел бежать, но ноги не двигались. Раздевайся. Командир. Эх, командир, не веришь? В бой пойдете без оружия. Оружие себе добудете сами. Понятно? Голову оторву, прица оружие возьму. Простите, хлопцы, что так проверяли вас. Так надо. Яковыч, зачисляй на довольствие. Дайте-то хлопцам что-нибудь из трофейного мундирования. Проверка у нас, хлопцы, одна. Бьешь фашиста, значит, выходит наш. Эй, долго ждали. Ух, как называть? Но ты же артиллерист. 76-миллиметровая. Я вижу, что это не мандарин, и тебя как зовут? Егоров Иван Тимофеевич. Иван Тимофеевич, я не хочу тебя забить. Ты для нас большое дело сделал. Не могу забить. Запомни, город Схинвали, Зурабталадзе, там все меня знают. После победы прилетай как следует. Будем встречаться. Сколько до победы лететь еще? Ну, сколько долетишь, прилетай в Грузию, там все меня Спасибо. знают. Эй, ребята! ხო, ეს მოთელვისათვის. მაგრამ დააკვირდით, რომ ბუნებრივია ხა მაშინ ქართველები ვიქნებოდით რუსეთის მხარეს, იმიტომ რომ მაშინ მთელი საბჭოთა კავშირი იყო, შეკრული იყო და ეომებოდა იმას, ვინც დაესხა მათ თავს, ხო? ბუნებრივია. კი ბატონო. ეხა ძირითადი მომენტი, ორი ძირითადი მოვიტანე მე ამ ფილმიდან, რომელიც ბავშვობაში ჩვენ ყველაფერს უყურებდით მაშინ და ავტომატურად ეს გამახსენდა და იმიტომ მოვიტანე ახლა ეს ფილმი თქვენს განსახილველად. აქ არის მომენტი, როდესაც ზუსტად ეხა როგორც არის ომობანა, ასე ვთქვათ, რუსეთსა და უკრაინას შორის პირობითად თუ არა სინამდვილეში ეს როგორც თქვი ისე ეს არის რუსეთისა და სოფლიოს ომი ურთიერთში და ხდება ახლა რა მომენტი მინდა დაგიფიქსირო მე ამას განახებთ ახლავე ესე იგი უკრაინელები იმ დროის უკრაინელები კარგად გახსოვთ და იცით ახლა დღესაც უკვე გახმოვანებული ფაქტია რომ მაშინაც იყვნენ ბენდერელები და ნუ ეს ფაშისტების მხარეს რო იბრძოდნენ და აქვე მინდა პარალელი კიდე გავავლო ჩვენს ისტორიასთან მე კიდე მახსოვს ჩვენი უფროსები ამბობდნენ რომ აი საუბარში რაღაც მოყვებოდნენ მაშინ იტყოდნენ ასეთ რაღაცას რომ ნეტაო გაიმარჯვაო გერმანიასო გესმით რატო იმიტომ რომ უკეთესი ცხოვრება გვექნებოდა ვიდრე საბჭოთა კავშირში ხო ну ეხა ამას თავისი ახსნა განმარტება აქვს იმიტომ რომ მე წინათ ვიდეო რო დავდე თითქოს ბუში რო ლაპარაკობდა და რა და იქ ლაპარაკი და დიალოგი ყველაფერი იყო ზუსტი და ჭეშმარიტება რომ ამერიკა ყოველთვის ცდილობდა რუსეთის მოეწყო ომი თვითონ დიდდებოდა ამ პერიოდში და ესენ სულ ომში იყვნენ და ბუნებრივია იმას ვერ ასწრებდნენ პროგრესს ასე თქვა ხო მაგრამ ცხოვრების სტილზე უკვე აქ საკამათოა ვინ როგორ ცხოვრობდა და ასე შემდეგ ეს სხვა ის არის მაგრამ მე ის თქვა მინდა აი როცა ამბობდნენ რომ აი მენშევიკები ისა ნეტა გერმანას აეღო საქართველო რომ უკეთ ვიცხოვრებდითო აი ეს იყო ისევ და ისევ ის მენშევიკური ასე ვთქვათ აზროვნების დანატოვარი რომელსაც უაზროდ ვამბობდით გამიგეთ უაზროდ ამბობდნენ ჩვენ წინაპრები იმიტომ რომ აზრიც კი არ იყო რომ გერმანიას რო აიღო საქართველო კიდე ხო სხვასთან ერთად რომ ჩვენ კიდე უარეს დღეში აღმოჩნდებოდით აი ეს იყო უბედურება ვერ ვაზროვნებდით მაშინ არ ვიცოდი რეალობაში რა მოხდებოდა ხო არ ვიცოდი თვითონ ფაშიზმის იდეოლოგია რას ნიშნავდა ეს ერთი ხო ეხლა დღეს რაც ხდება იქ უკრაინაში ჩემო კარგებო რომლის ვიდეო უკვე უამრავია და მე ეს უკვე კომპლექტში მაქვს ყველა ერთად შეგროვილი და ამას მალე იხილავთ მხილებაში ეგერი სწირავენ საკუთარ ხალხს რატომ? იმიტომ რომ მათ გეგმაშია ეს.
იქ ამერიკა, ურიები და ამათ გეგმაში არის ეს, რომ აქ ხალხი გაწყდეს. გაწყდეს, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი პირველ რიგში. მეორე რიგში კიდე საერთოდ მასა არ სჭირდებათ მათ. რატკოვიჩი ვერ გახოცეს, იმას ომით ხოცავენ. ეს მეორე, მაგრამ უმთავრესი აქ რა არის? მათთვის ხალხი არის საზარბაზო ხორცი. და უამრავი ვიდეო მეც მაგ და სხვებსაც აქვს, მაგრამ მე ყველაფერი მაგ ასე თქვა შეკრული ერთიანად და ყველგან ერთა იგივე, რომ ესენი სწირავენ ხალხს, საკუთარ ხალხს სწირავენ. გესმით? მაგრამ როგორც გითხარით, ამათ უკან დგას ისინი, ვინც ბრძანებებს იძლევიან თუ რა როგორ გაკეთდეს. ეს არის მსხვერპლს შეწირვა. ეს ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენ მე მხილებას იქით რა სასწაულებს რო შეკვირდით, მართლა განახეთ იმ სასწაულებს, თქვენ ნახავთ რას ნიშნავს მსხვერპლს შეწირვა და ვინც წირავს ამ მსხვერპლს. ეხლა ნახეთ, აი როგორ გითხათ, დედანი აი კოპიოსავით რო დაადო, კალკერება რო გაუკეთო, ზუსტად იგივე მოხდა იმ ომის დროს და რომელიც გადაღებული არის 73-76 შუალედებში ეს ფილმი. და დააკვირდით ახლა, როგორ მოყავთ ხალხი წინ, ესე იგი მშვიდობიანი ხალხი და ვინ უდგას მათ უკან. კი, ახლა ბუნებრივია იქ გერმანელები უდგანან აი ამ ფილმში, ხო? მაგრამ დღეს ვინც არის? უკრაინელებს მშვიდობიან მოსახლეობას ვინც წინავს, ეს არის აზოველები და ბენდერელები, ეს მასა, რომელიც ზელენსკიმ 2 წლის უკან შეიყვანა ოფიციალურ გვარდიაში, დანაყოფებში. გესმით? აბა ნახოთ ახლა ეს და ზუსტი აი გეუბნებით, კალკერება არის გაკეთებული დღევანდელ პერიოდში. ამაზეა ნათქვამ ისტორია მეორდება თქო. Некий фриц убачить. На всех перекрестках кричат, что партизаны воюют не по правилам, а сами как воюют. Товарищ комиссар, все мины снял. Ложитесь, люди! Ложитесь! Огонь! Есть огонь! ნახეთ ხო? აი ამას ქვია ისტორიის განმეორება. და why რომ ხალხი ვერ სწავლობს ამ ისტორიაზე. რატომ? იმიტომ რომ როგორც თავში გითხარი, მასა ხალხისა, რომელიც ივიწყებს საკუთარ ისტორიას, მას მომავლისთვის შანსი არ აქვს. გამორიცხულია. ეხლა ნახოთ უმთავრესი მომენტი, ყველაზე უმთავრესი მომენტი ამ ფილმში, რომელიც მე თარგმანი კი დავადე, მაგრამ ნახავთ ჩვენ, აი სასწაულებრივად, როგორ გითხათ ახლა, მეტი უკეთესი დამთხოვა აღარ არსებობს ისტორიულად, ფაქტობრივად. გამიგეთ? მოდით ახლა ეს გადავთარგმნო და მე გავაკეთებ, ასე ვთქვათ, კომენტარს.
огонь! А ну выходи! Бросай оружие! Прыгай вниз! ეს გახლავთ გენერალი კოპაკი. Будьте. Вот вы. აი თქვენ მომბრძანდით აქ. შვიდობით მეგობრებო, ამას გონია რომ დახრეტავენ. როგორ ფიქრობთ, ვინ დგას თქვენ წინაშე? თქვენ ბატონო გენერალი. და ვინ არის თქვენი ატამანი? დრუჟევუსი? ხსმენიათ ასეთი ვინმე? და რამდენი მორგი მიწა აქვს მას? 120. თქვენ? 3. რა 3? ასეული? 3 მორგი. აი ხედავთ? გესმით? 3 морги. და რისთვის იბრძვით? უკრაინის დამოუკიდებლობისათვის. და ой. და ვის წინააღმდეგ? გერმანელების წინააღმდეგ? კიდევ? რუსების წინააღმდეგ? იმიტომ რომ თქვენ იმად ბრძანებებს ასრულებთ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები ხართ. შეკეთილო ადამიანო. თქვენ იცით რომ კიევში ზის ბრიუცმანი? Сидит Брюцман. ბროვნოში კი ერიხ კოხი. Кох. ვიცი. იცის თურმე? იცის. Чу. А у ლვოვს კი ფაშისტებმა ლემბერგი შეარქვეს. назвали Лембергом. Старое место наше. Львив назвали Лембергом. იქ კი ფრანკი ზის. და ვის ბრძანებას ასრულებს თუ იცით? ერთი ეს წაიკითხეთ, Человече. მე კითხვა არ ვიცი. Кто грамотный есть, а ты молодой, иди сюда. А ну ходи сюда. აბა წაიკითხეთ აქ რა წერია? ბერლინის ტიპოგრაფია. Берлин. ხედავ? აი საიდან ღებულობთ თქვენ პროგრამას და ბრძანებებსაც. თქვენ გესმით? ტიპოგრაფია ბერლინი. Берлин. არადა, უკვე ჭაღარა შემოგრევია. წადით. საით? წადით და მიწა ამუშავეთ. ხედავთ შემოგარგებო. ამაზე იდეალური ფრაგმენტალურად დოკუმენტის მოტანა მეტი არ შეიძლება. ანალოგია განმეორდა სულ 80 წლის სადღაც განმავლობაში. ერთი საუკუნე კიდე არ გასულა. ანუ ეხლა აქ უბრალოდ სახელების ჩანაცვლება არის საჭირო. მეტი კი არაფერი. ბუნებრივია, ხა იმ დროს სხვა იყო, სხვა იმეობდა, ეხლა სხვა ეუბნება რუსეთს, ხო? მაშინ იყო გერმანელები და გერმანელები იყვნენ ყველგან მერები, პრეზიდენტი, რა ქვია, გუბერნატორები და ასე შემდეგ. ეხლა არიან, ჩემო კარგო, ვინ? ყველა ურიები და პლუს კიდე თავად უკრაინის რადაშის და მთავრობაში კიდე სულ არიან ეს ასე ვთქვათ ურიები, ჯერ ერთი, მაგრამ ყველა ამერიკის დანიშნული და პლუს კიდე ყველაზე უარესი რაც არის, უმრავლესობა მათ შორის არის ჰომოსექსუალი ან ტრანსგენდერი. ერთად პოლკი აზოვი უკრაინული არმიის. დღეს ვისმენდი ფრანგი სამხედრო სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ნომერ პირველი სამხედრო შენაერთია დღევანდელ მსოფლიოში. ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმებსაც ჯობია, ფრანგულ უცხოურ ლეგიონსაც ჯობია, ამერიკულ იმასაც ყველაფერს ჯობია. პოლკი აზოვი, რომელიც იცავს მარიუპოლს, სხვათა შორის 1500 კაცი. The war in Donbass kept going by Ukrainian extremist, far right, yes, neo-Nazi organizations and battalions. And don't just take my word for it, here's either my own footage or verified footage from Donbass.
течение 3 суток после прихода Гитлера к власти происходили вот эти факельные шествия, факельцуги. Я гляжу на этот поток огня и думаю, в чем был подлинный, глубинный смысл этих огненных спектаклей. Ну да, они демонстрировали мощь нового порядка, устрашали, возбуждали простые духи. Но все-таки самым главным в этих факельцугах было то, что они помогали превратить человека в дикаря. Причем превратить его в дикаря в торжественной обстановке. Так что, превращаясь в дикаря, он чувствовал себя чуть ли не героем. А готовый на все дикарь был очень нужен Третьему Райху. Он нужен был прежде всего для того, чтобы истребить все, что противилось нацизму. Все, что стояло у него на пути. Слава Украине! Слава нации! Украина! Наша земля! Наши герои! Наши герои! Нации! Україна! Степанові Бандері тричі! Слава! 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 Степанові Бандері тричі! Слава! 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 І перше інакше Україна буде вільна незалежна. Крим буде український. Донбас і Луганськ буде українськими. І всі наші землі так само на них буде панувати червоно-чорний стяг української боротьби. Товариство, побратими та посестри кияни, давайте так, щоб нас почули не тільки по всьому Києву, а й ті москалі, які мріють окупувати Україну. То есть самые модные... Ну да, те, которые как раз по Мариуполю, я думаю. Я не только по Мариуполю. Сем, ты, наверное, уже привык ко всему этому пейзажу. Да ну как же, ну, Саш, ну привыкнуть до конца-то невозможно. Почему? Ну, все-таки все ж люди. Но некоторые пейзажи радуют. Этот очень. Место это. Он направо. Не, направо, направо. Давай вот здесь, чтобы я... Так, товарищи матросы. С этой минуты вы являетесь военнопленными объединенной группировки сил Российской Федерации Донецкой Народной Республики. Соответственно, от вас требуется выполнение всех требований, положенных, как гласит кодекс военнопленного. Посему отвечать на вопросы, на которые он будет задавать. Понятно всем все? Налево! Шагом марш! Держи, прячь, становись сюда левее. Давай следующий. Стоим, не дюраем. Сюда иди. Документы. В внутреннем кармане. Доставай. Броню. Доставай, Броню скидаю. аккуратненько. Давай. Скидаю броню. და რისთვის იბძვით?
უკრაინის დამოუკიდებლობისათვის. და ой. და ვის წინააღმდეგ? გერმანელების წინააღმდეგ. კიდევ რუსების წინააღმდეგ. იმიტომ რომ თქვენ იმად ბრძანებებს ასრულებთ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები ხართ. შეკეთილო ადამიანო. თქვენ იცით, რომ კიევში ზის ბრიუცმანი? Сидит Брюцман. ბროვნოში კი ერიხ კოხი. ვიცი. იცის თურმე, იცის. ლვოვს კი ფაშისტებმა ლემბერგი შეარქვეს. Назвали Лембергом. Старое место наше. Львив назвали Лембергом. იქ კი ფრანკი ზის. და ვის ბრძანებას ასრულებთ თუ იცით? ერთი ეს წაიკითხეთ. Человече. მე კითხვა არ ვიცი. Кто грамотный есть, а ты молодой, иди сюда. А ну ходи сюда. აბა წაიკითხეთ აქ რაც წერია? ბერლინის ტიპოგრაფია. Берлин. შედავ. აი საიდან ღებულობთ თქვენ პროგრამას და ბრძანებებსაც. თქვენ გესმით? ტიპოგრაფია ბერლინი. Берлин. არადა, უკვე ჭაღარა შემოგრევიათ. წადით. საით? წადით და მიწა ამუშავეთ. ამაზე როგორც გითხარით, უნიკალური ფაქტის მოყვანა შეუძლებელია. აი კონკრეტულად დღეს რაც ხდება. იმისი განმეორება. იმ ძველის განმეორება. მე გახსნა განმარტებას არ გავაკეთებ. ყველაფერი აგერ იყო და თქვენ თვითონ მოусმინეთ და ნახეთ, ხო? მაგრამ ეხლა მინდა მოვუბრუნდეთ ჩვენს ხალხს, ქართველობას და ვუთხრა ასეთი რამ. თუ ისტორია არ იცი, სადღაც გაგონილი მაინც ხო გაქვთ, ხო? ჩვენ ეხლა ამ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან აი ასე ტრაქტორის კოვშით ვერ ამოჭრი ამას და ვერ გადაიტანს სხვაგან, ჩემო გარკვეულ. ჩვენ სადაც ვართ, ვიყავით, ვართ და კიდევ ვიქნებით. და გინდა თუ არ გინდა, ეს იმპერია იქნება და იქნება კიდევ. შეიძლება ცოტა შემცირდეს, მაგრამ იქნება და მას თავისი გავლენა იქნება ჩვენზეც და სხვაზეც. და აი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ჭკუა ვერ ვისწავლეთ. ვერა და ვერ ვისწავლეთ. და ეხლა გეტყვით კიდე. აიღეთ მაინც ისტორია და წაიკითხეთ. თუ არ იცოდით აქამდე, ხო? ესე იგი, რამდენჯერ უნდა ვთხოვოთ რუსეთს? ერთხელ, ორჯერ, ვეხვეწეთ, მესამედ. და რატო იცით? იმიტომ რომ ძალიან მომრავლდა და გაძლიერდა მუსულმანური და მაზდეანური სამყაროს წნეხი საქართველოს და ქართველობასა. გაუსაძლისი იყო უკვე მდგომარეობა. ეს ისტორიული მარტო ჩვენს არ გეუნებით ხალხო, ეს არის მსოფლიო სტანდარტი. ყოველი მსოფლიო ისტორია კიდე ასე იყო. როდესაც ერთი იმპერია ძალიან აჭერს, მერე ბუნებრივად მეორეს ეძებს, დამხმარეს. ამ უნდა ვთხოვოს ან რაღაცა, ხო? და აი ამ სივრცეში მარტო ძლიერი ყავდა იმ დროსაც, ასე ვთქვათ, რუსეთი, რომელიც მართლმადიდებელი სამყარო იყო. და ეხლა ჩვენც მივდივართ აი ამ დინებით. მივდივართ იმნაირად, რომ ხვალ და ზეგ ისევ სახვეწნად გაგვიხდით საქმეს. რატომ? უბრალოდ როგორც ახლა მაშინ გერმანელები იყო აი ამ ფილმში მტერი და ეხლა რო ამერიკელები არიანი. ეხლა ჩვენთვის ეხლა როგორ არის? მაშინ მუსულმანური და ან მაზდეანური სამყარო იყო არაბული ასე ვთქვათ ჩვენს თავზე ხო წნეხი. ეხლა სამაგიეროდ მუსულმანებს მათ გაგვიხადეს ეხლა დილიდან საღამომდე ისინი სერიალებია ხო ხედავთ თურქულები და რო შემოვიდეს აი ძმასავი შეხვდებით კაცო. ხედავთ რა შეასე. მაგრამ ეხლა ისინი ჩაანაცვლა ასე ვთქვათ ლიბერასტულმა აზროვნებამ. ეს არის რელიგია დემოკრატია, რომელსაც არ აქვს არანაირი მწამსი. მუსულმანებს მწამსი მაინც ჰქონდათ, წმენა მაინც ჰქონდათ, ღვთაება მაინც ჰქონდათ. ამათი ღვთაება ვინ არის? ამათი ღვთაება არის ანტიქრისტე ხალხი, ეშმაკი. და მოდის ჰომოსექსუალების, ტრანსგენდერების და აი ამ გარყვნილების ხელით.
ეს არის პირველი მეთოდი, პირველი ნაბიჯი. ამაზე ხო ბევრი ვიდეო დავდები. და აი ეს წარწყმედილი ძალა გვიმყრობს და ლამის არ იყო ჩავყლაპა ყველაფრიანად. და მე აი ძალიან რომ მიხვდები და ძალიან რომ მე სხვა გზა არ იქნება სამე წასასვლელი, მე უნდა მივხოხდეთ მაინც და მაინც რუსეთთან და უნდა ვეხვეწოთ კიდევ რომ მე იმათ ვათქმევინოთ. და მე სწორს ამბობენ. თქვენ არ შეგვეხვეწეთო? რომ დაგვეხმარეთო. და რატო გინდათ რომ მაინც და მაინც ამ დონემდე მივიყვანოთ საქმე ხალხო? როდისღან უნდა გაიღვიძოთ? ხა ლიბერალისტებს რო ვერ გაიღვიძებენ ხო ვიცი ხა, მაგრამ არის ეს ნეიტრალური ხალხი, რომელსაც ძინავს და რაღაცა და აჰა ქანაოს ან ისე თქვას, ასე თქვას, ესე წავიდეს, ასე წავიდეს თუ როგორა. რატო გვიხდით სახვეწნად საქმეს, ხალხო? გვაქვს ჩვენ ის ძალა და ენერგია, გონება უნდა გამოვიყენოთ და რუსეთთან უნდა კონდეს დალაგებული ისეთი საუბარი, რომ მან იცის, რომ ჩვენ მჭირდებით. იცის. მაგრამ კაციშვილი არ არის აქედან ნაბიჯის გადამდგმელი. და აი რომ მჭირდებით, აი მომენტში მე შემიძლია ის რომ გამოვიყენო. ეხლა არ მითხრათ ეს რა ქვია, როგორ გამოიყენებ რუსეთს, რომ შვენივრად. მაგრამ ჩვენც უნდა მივცეთ იქით რაღაც ჭკუა დარიგება. რაღაცა გვაქვს ისეთი, რომელსაც ვერ ვიტყვი კაცო ეხლა. მან კარგად იციან. ჩვენ არაფერი რო არ ვიცით, ჩვენი არ ვიცით, ჩვენი ისტორია არ ვიცით ეხლა, მას ვალაგებთ ეხლა იქ უკრაინას. და იქ ჯერა რასაც გვიტიტინებ ეხლა 24 საათი იმას რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ის ხალხი დგას იქიდან ამერიკა და ის რა ქვია ინგლისი და საფრანგეთი და მიდითო კაცო თქვენ იომეთო და მე რა გოტკებს მოგცემთო მიდი და იომეთო. ნუ გეშინ და გერავართო. ხო უნდა მიხრა დეგენერატი უნდა იყო ამას რომ ვერ ხვდები ადამიანი რომ ის წვიტავ შენ. იომე თუ გინდა 10 წელიწადი 15 წელი მე შენ მოგცე მიარავს ოღონ შენ იომე გააწყდი ოღონ. რატომ იცი რაც რომ დაიფქვევა ეს ქვეყანა? დას რო გაწყდება ხალხი მით რო იაფის აყიდელია მე რეურიებისათვის ყველაფერი. აი დედას. კარგი, ეხლა ეს მინდოდა ეს მინი ვიდეოს ჩაწერა და ეს გვეყოფა ეხლა საკმარისად იდეალური, მოგეცით მე თქვენ ფრაგმენტი, იდეალური ისტორიის განმეორება. დუპლიკატი მეტი არ შეუძლებელია. გესმით? გადაახვიეთ ეხლა უკან და კიდევ უყურეთ. როგორ ხდება ყველაფერი. კარგით, მთავარია ჩვენ გავიღვიძოთ და ჭკუა ვისწავლოთ. კარგად ბრძანდებოდეთ, ხო? 17 მაისი ახლოვდება და იწყება უკვე გადამწყვეტი, ასე ვთქვათ. მე არ ვიცი, ღარიბაშვილმა რას მოაწერა, რაღაც ტესტები რო ჩამოუგზავნო, ისინი რამდენი 100 მე რამდენი მუხლი იყო და რა შეავსეს და როგორ მე არ ვიცი, მაგრამ ისევ ხალხის თავზე რო წყდება ეს ყველაფერი, ესეც ვიცი და მე მანამდე არ გავდიოდი ასეთ რაღაცებზე, მაგრამ უნდა წავიდე. უნდა წავიდე 17 მაისი უნდა ვიყო და გავმაგდეთ მეგობრებო, რამენაირად ღმერთით ვძლიოთ, თუ არა, ეშმაკი გადავკლაპავს. ამაზე კიდე გავაკეთებ განცხადებას. კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ ჩართვამდე. მეგობრებო, როგორც ხედავთ, ეს არის შარშანწინდელი ვიდეო, ჩანაწერი. და ეხლა მე კიდევ დავამატებ იმ აუცილებელ განსახილველ თემას, რაც არის ჩვენთვის საჭირო საკითხი. ესე იგი, თქვენ კარგად ნახეთ ეხლა ამ ვიდეოში, ისტორიის გაკვეთილი, იმიტომ დავარქვი მას, რომ ეს არის იმ ორი, ასე ვთქვათ, ძმების, ერთი ქვეყნის, ერთი სლავური მოდმის, მართლმადიდებლების წაკიდება ერთმანეთზე და ამათი ხოცვა-ჟლეტა თუ რამ გამოიწვია დღეს. რატომ მივიდეთ ამ დაპირისპირებამდე, აი ამ დღემდე, რომელიც მამასისხლად ვერ იტანეთ იყოს, ხო? მაგრამ ამაზე მე ბევრჯერ მქონდა საუბარი. შარშანწინაც ვიდეოების განახეთ, ლექციების წავიკითხეთ, დოკუმენტების განახეთ და ყველაფერი. ნუ არ ვიცი, ხა მე-4 მე-5 კლასელი ბავშვი გაიგებდა ყველაფერს, ვისაც უნდა გაგება გაიგებს. და ვისაც კიდე ტვინი ცხელი აქვს და დაზომირებულია, მაგისთვის ახლა ზედმეტია ყველაფერი. მე რასაც საუბრობ და კიდე ბევრი სხვაც. ესე იგი, მეგობრებო, კიდევ რამდენჯერმე გავიმეორებ, რომ
ჩვენ მუდმივად ბრძოლა გვიწევდა, ვინაიდან ჩვენ ისეთ გეოპოლიტიკურ ადგილას ვართ, ჯერ ერთი. მეორეთი და არ ვართ ისეთი მრავალრიცხოვანი, რომ ჩვენთან რაღაცა ანგარიში ვინმე მიქონიოს. გესმით? მე გეუბნებით რეალობას და ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს გეუბნებით ახლა მე თქვენ. აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის გვიყენებენ, როგორ გითხრათ, ან ერთი იმპერია გვიყენებს მეორეს წინააღმდეგ, ან მეორე პირველი წინააღმდეგ. და მუდმივად ჩვენ აი ამ ომში ვიხარშებით. თუ ამას ქვია მოხარშვა, კი არა სისხლის ზღვა და ერთი ამბავი. სხვა ერი რო ყოფილიყო, სხვა ერი ჩვენს ადგილას, ეროვნება რო იწვიანოს. სხვა უფრო ცივილურად გადაწყვეტა. კი ბატონო, აი როგორც პრიბატიკის ქვეყნები, იმიტომ რომ მათ არ აქვს ცხელი გონებები. ჩვენმა მტერმა კარგად იცის შემოგვეგობრებო ჩვენი, ასე ვთქვათ, ტემპერამენტი და დაუაზრებლად მოქმედების სტილი. ეს კარგად იცი, ჩვენზე კარგად იცი. და სწორედ ამაც იყენებენ, მაგრამ ჩვენ ვერასდროს ვერ ვისწავლით მტრის ანი და ბანი. ვერასდროს. რატომ? იმიტომ რომ ყოველთვის ცხელი გონებით ვაზრობთ. აი გეტყვით ახლა ერთ მაგალითს. იყო პერიოდი, როდესაც 80-იან წლებში, როდესაც მე მოსკოვში მიწევდა ჩაფრენა იმისათვის, რომ გერმანიაში გადაუფრენი მიყავი, ვინაიდან აქ არ იყო მაშინ რეისები და იქიდან მოუფრინავ საქართველოში. რა თქმა უნდა, ხა რუსების მოუფრინავენ და თბილისში აეროპორტში როგორც კი დავეშვით, ესე იგი, თვითვინავი ჯერ კიდევ არ იყო გაჩერებული და აი უმრავლესობა ქართველები ვიყავით, ხო, რა თქმა უნდა. 70% წამოდგა უკვე, რემნები მოიხსნა, ღვედები მოიხსნეს და გასასვლელისკენ ჩადგნენ ასე რიგში და გვერდში მედგა მეჯდა, ასე ვთქვათ, რუსი ქალბატონი და მან ასე ჩაილაპარაკა. ოხ, это კავკასკая кровь. გამიგეთ? აი ესე იგი, ყველაზე პირველები, ყველაზე შტერული ქმედებებით, ყველაზე გიჟური ქმედებებით, თუნდაც ეს ყოფილიყო ალალი, ვაშკაცური, ყველანაირი, ხო? ყველაფერში პირველები ვიყავით. და ამით ბევრი წავაგეთ. ბევრი სისხლის დაყვარეთ, უაზროდ. პირდაპირ გეუბნებით. რადგან ჩვენ ვერ ვისწავეთ ცივი გონებით განსჯა, ცივი გონებით მოქმედება. ჩვენ ბევრს გეუბნებიან, უკვე 30 წელიწადზე მეტია, რომ აი რუსი მტერი. და ესეც რამდენჯერ გითქვა და არა მარტო მე მithქვამს, რომ კაცო, ირგვლივ მტრები ყავს, ხო? ირგვლივ, მოიცავ მეზობელს ვეძახით. ირგვლივ მტრები ყავს. ყველა ლამის ჩვენ იმას ელოდება თუ როდის წავიფორხილებთ და არიქა და როგორც დაკოდილ ძერას ყორნები ისე დაგვესებიან. ხო ასე? რუსეთის შემდეგ დიდი იმპერია აგერა ყავს, სულ ორი ძირში, ისე როგორც რუსეთი, თურქეთი. თურქეთი ეს მაინც ყველამ ხო იცით ხარ, ჩემო კარგებო, რომ თურქეთმა უკვე გამოუშვა წიგნები, სადაც ბავშვებს სასწავლო სკოლებში, დაწყებით კლასებში ყველას რუქა არის ჩახატული ასე ვთქვათ წიგნებში, რომ აი ზაჭარა და ესა გურია და ერთი ამბავი რომ არის ეს თურქეთი და მასზე უფრო დიდი ტერიტორია ქონია თუმე ვიდრე დღეს. ხომ ასეა, ხომ ყველა ვიცით, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვაქცევთ ყურადღებას. ისიც ვიცით თუ შარშან რო დაანონსა ერდოღანმა რომ აი სირიაში აი ბრძოლები რომ მიდის და წვეტა და ხოცვა და ბავშვების და ყველას ხო სისხლის ნიაღვარი რო დინარებად რომ მიდის შარშან დაანონსა რომ ეს ჩვენი მიწებია რომ უნდა დავიბრუნოთ. ეს ისე კი არა გვია რა მშვიდობიანი მიტინგები და აქციები და რაღაც. ძალისმიერი მეთოდები ხა. ხო ვიცით ეს ჩვენ. ხო ვნახეთ თუ შარშან თუ არ გვახსოვს. ვისაც ახსოვს. და აგერ არის. დაიწყო. მაგრამ თქვენ როგორ გონიათ, ჩემო კარგებო? ერდოღანმა რომ მოინდომოს, კი არა. მონდოება კი უნდა, მაგრამ სად არის? ერდოღანმა ერთი თავი აქეთ რო შემოატრიალო საქართველოსკენ. ვინ შეუშლის მას საქართველოში ხელს? აი მითხარით. აი ვინ იქნება მისი მოწინააღმდეგე? ვინ დავდგებით? ვინ წავა 100 მილიონიანი მოსახლეობა ყავს თურქეთს, უმაღლესი ჯარი ყავს, უმაღლესი ტექნოლოგიებით, ერთი ატომური ბომბი არ არის. დაარჩენ ყველაფერია. გაცილებით უფრო დიდი
დიდად არის მზად, ვიდრე ჩვენ რო გონია ის ევროპული ქვეყნები თითქოს წამყვანები არიან. იმანზე უფრო ძლიერია. და ჩვენ ვართ მოსახლეობით ხალხო აი უცხო ეროვნებას თუ გავთიშავთ, გამო სადღაც 1.300.000, 400.000, აჰა 500 კი ბატონო, 1.5 მილიონ. ამ 1.5 მილიონიდან მერე და ვინ დაუდგება ეხა ამათ. ეხა არ მითხრათ, ეხა ის ზოგი ის რქები რო აქვს და რაღაცები რო აი დავით აღმაშენებლის დროს იქ 60.000 იყო და ჩვენ 10.000 ვიყავით და 1.6-ით ნაკლები ვიყავით და 1. მაშინ ჩემო კარგო იყო ხმალხანჯალი ბრძოლა სანამ პირისპირ არ მიხვდეს მანამდე ვერ მოკლავდი ადამიანს. ანუ პირისპირ ტეტ-ა-ტეტ უნდა მისულიყავი ადამიანს და დღეს ისე არ არის ჩემო კარგო. ჯერ უმაღლესი ტექნოლოგიებით არის ბრძოლა. უმაღლესი ტექნოლოგიები დისტანციურად. რას მეუბნები? და ეხლა ისეთი თქმა მინდა. თურქეთმა ერთი აქეთ რომ მოიხედოს და რატო არ იხედება ჯერ ის ვიფიქროთ, ხო? რატო არ იხედება? იმიტომ რომ ჩვენ ეს რამდენჯერ ვიხართ, საქართველო არის ну სადაც დიდი ხედგას იმას აქვს დიდი ჭრილი ყო ამაზე რუხაზე დაფაზე მქონდა 1 საათიანი ლექცია. დიდხეს აქვს დიდი ჭრილი, აი ამ ჭრილის არეალში ვის მოხდება რომელი ქვეყანა არ აქვს მაგას მნიშვნელობა მუსულმანია, მართლმადიდებელია, ისა იუდეველია, ბუდისტია, კრიშნაიდია არ აქვს მნიშვნელობა. ეს მისი, ასე ვთქვათ, ჭრილის ქვეშ მოქცეული ქვეყნები და მით უმეტეს საზღვარზე სადაც ჭრილი მთავრდება, ეს არის ბუფერული ზონა. ეს უნდა დაიცვას იმ დიდმა ხემ. ეს ხო ელემენტარ 2-ჯერ 2-4-ია ხალხო, მეტი რაზე აქვს საუბარი, ხო? სანამ ჩვენ ამ ჭრილის ქვეშ ვიყავით, დამთავრდა ეხლა ყველაფერი საუბარი, მილიონი რაღაცები გითხარით უკვე და ისა, ხო? აღარ არ დაიწყოთ ეხლა რუსეთოფილია თუ რუსოფილია თუ რაღაცები როგორც საჭიროა და ქვეყნის რომელი უკეთესი ვარიანტია და ჩვენი გადარჩენისთვის იმას გეუბნებით. მე ცხელი ტვინი აღარ ამაქვს. ცხელი ტვინი მქონდა მე 92 წამი 15-15-ში, მაგრამ მე დავუვინდი ხალხო და გადავხედე სიტუაციას. გამიგენ? როგორც თქვენ ეხლა ზოგიერთები ახალგაზრდები რო ებრძვით, ასე ვთქვათ, რუსეთს, ისე ვიბრძოდი მე კიდე რუსეთს. კი, მით უმეტეს ვიად გამსახურდიან ისეთი, ასე ვთქვათ, გამოუშვა ენთუზიაზმი არ ერქვა მაგას, ეს იყო სიგიჟე, ასე ვთქვათ, რომ აი ამის იყო შევაკლდებოდით რუსეთის იმპერიას, ხო? ასე იყო, ხო? კი ბატონო, ზუსტად ისე ახლა გაკაჩავებენ თქვენ კიდე. და თქვენ უკვე ნაბეტანი გჭირთ, იმიტომ რომ ჩვენ მართალია ესე ჩვენ კიდე იმდენი დრო პროპაგანდა რო ყოფილიყო ჩვენზე და ზომბირება ტვინზე რამდენი თქვენ გაქვთ, მაგრამ ჩვენ კიდე ახლა შეიძლება მე ამ ჭკუაზე არც ვიქნებოდი, იმიტომ თქვენსავით გადარეული ვიქნებოდი. შენ გესმით? მაგრამ თქვენ უკვე 33 წელიწადია და იგივე გიჭიჭინებენ და ახლა ბევრისთვის რო თქვა ახლა არ საპატიებელია თქო თქვენი ვიქნები, მაგრამ როდესაც თქვენ კიდე ხომ და დაგვინდეთ ხალხო, როდესაც გასაგებია უკვე ამდენი საგაკ, რა ქვია, ზომბირება მიღებული, მაგრამ ბევრია ისეთი ინფორმაციული წყარო, რომელიც შემნაირად კიდე ბევრი კიდე გეუნება და არის ეს. დააწყებული TikTok-იდან, TikTok-ი ძალიან გიყვარდა ხალხი, TikTok-იდან ყველგან ეს ინფორმაცია, ალბათ სიმართლე ხო ყველგან არის, არა? თუ არ გინდათ, მაშინ სხვა ამბავია. ხო, ეხლა რას ვამბობ, რომ ერთი რო შემოიხედოს აქეთ კაცი შვილი ხო გამჩერებელი არა ვარ ხალხო, რა ის ვინა ვარ მოწინააღმდეგე. ამიტომ იმ 70 თუ 72 წლის განმავლობაში რო ვიყავით, მაშინ დავაგებულიყო, ანუ გადანაწილებულიყო. ბერია და სტალინმა გადაანაწილეს, დაამშვიდეს მსოფლიო, ეს არის ჩემი ტერიტორია, ის არის შენი ძმაო, დაეტიე იქ, ახლა მარტივად ვამბობ, ხო? ის არის შენი, დაეტიე იქ, შენ დაეტიე იქ, ამერიკა დაეტიე იქ, ევროპა იქ და ჩვენ აგერ და მოგვასვენე და ვიყოთ ასე ნორმალურად და დაამშვიდეს ქვეყანა 72 წელიწადი მშვიდად იყო მსოფლიო, ხო ასე? კი. მაგრამ როგორც კი აირია რუსეთი, ანუ არია ამერიკა, მარტო ამერიკა არ იყო იქ, ბევრი იყო ჩართული სხვადასხვა, ხო? მას შემდეგ ჩვენ აი იწილბიწილოსავით, აი როგორ გითხართ ახლა, ხან აგით წეწავენ, ხან იქ წეწავენ. რატომ? იმიტომ რომ აირია მსოფლიო. აი ეს ბალანსი დაირღვა უკვე ყველგან. გესმით? და ჩვენ მოხვდით ამ 33 წლიან გაწევ-გამოწევაში.
და რა თქმა უნდა მიწების დავკარგეთ. ეხლა ზოგიერთი მიურუსეთმა ხო მიწები წაგვართო, ბიჭო, ამას არ ვამბობ. განამემართ. თურქეთს 3 იმდენი აქვს ხო წაღებული. თურქეთს. თუ თქვენ გუშინ წინდელი რო არის, იმიტომ არ გინდათ ეს და გუშინდელი გახსოვთ. ბოლოდ? გესმით რაშია საქმე? სომხებს არ აქვს ჩვენი მიწა წაღებული. აზერბაიჯანს არა აქვს. სხვაების გვართან და ჩვენს ვაძლევთ. აი როგორც მიშამისა ეგ აზერბაიჯანელებს მაღლობი დასჭირდათ, რომ კაცო მაგათ როგორც ძმებიო, ისე მივეჭითო რა. ამის ცოცხალი კადრები კიდე ხო არის ყველაფერი. ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს უფრო შორს წავიდნენ და დავით გარეჯი მე-16 საუკუნეში დაკარგულ ტაო-კლარჯეთს შეადარეს. კულტურის მინისტრი ნიკა რურუა დავით გარეჯს ტაო-კლარჯეთს ადარებს. მინისტრმა ეს პარალელი დღეს უდაბნოს ეკლესიის საკითხის კომენტირებისას გაავლო. რურუამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ უდაბნოს ეკლესიის თემა სადავო საკითხს არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიულად საქართველოს ნაწილი იყო, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, როგორც მაგალითად ტაო-კლარჯეთი, რომელიც ისტორიულად საქართველოს იყო, მაგრამ უკუღმართობის ისტორიული დაუდევრობის შესტოვების უბედობის გამო ეკუთვნის თურქეთს მაგალითად. ასეთი რაღაცები ხდება ყველა ქვეყანაში. მას შემდეგ რაც ყოფილმა პრეზიდენტმა აზერბაიჯანელი კოლეგა სამშობლოში გააცილა, სააკაშვილმა აეროპორტში ასეთი განცხადება გააკეთა. ჩვენ მეგობართან იხამალიევთან განვიხილე დავით გარეჯის მონასტრის საკითხი. იქ არის ორი საკითხი. ერთია სტრატეგიული სიმაღლის, რომელსაც აზერბაიჯანისთვის აქვს სამხედრო მნიშვნელობა ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისთვის, მათი ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისთვის და მეორე მხრივ გარეჯის მონასტერი, რომელიც არის უძველესი, უმნიშვნელოვანესი ქართული კულტურული და რელიგიური ძეგლი. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში უნდა შევხვდეთ ჩვენი სამუშაო ჯგუფები და საზღვარი დაიხაზოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც ქვეყნის შიგნით აზერბაიჯანს დარჩეს, იყოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მაგრამ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად აღმოჩნდეს საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე. და ამასთან ერთად ჩვენ დავამთავროთ საზღვრის დელიმიტაცია. ამ განცხადების პირველი ნაწილი ავტომატურად გამორიცხავს მეორეს. ანუ თუ სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით სიმაღლე აზერბაიჯანულ მხარეს ერგო, ვერც ამ სიმაღლეზე განთავსებული ჩიჩხიტურის კოშკი და მით უმეტეს, ვერც ამ სიმაღლის, ანუ ქედის მეორე მხარეს მოთავსებული უდაბნოს მონასტერი 60-ზე მეტი ქვაბულით საქართველოს მხარეს ფიზიკურად უკვე ვეღარ მოხვდებოდა.